შემდეგი მონაწილე რას ისმის? აკაკი კახაძე, აპლოდისმენტები. გაიხარეთ გენაცვალე. ეს შეგერგოთ ედის ძესამით. საჩუქარი გიწავაგოთ, აგინ მოვიგო. არა პრობლემა. რა არის, რო ვიცოდე? ჩემი გამოხდილი ციცქა ღვინო რო დავაყენების ჭაჭიდან, არა. ციცქა? არამატი აქვს დაფნის და ლიმონის. ასე მითხრენ ჭკვიან მახავს. აი ცე. ამის მერე ვინ გამოდის დასაყოლებელი შემოიტანოს უთხარ. არც მაგის პრობლემა არ იქნებოდა, არა, მაგრამ მე ვხურობ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ვიცი. ნუ ვცდილობ რომ დამიშალოთ ღვიძლი. просто სანამ დავიწყებდეთ ერთი წუთი გთხოვთ რომ კი ბატონო, უბრალოდ ჯერ ჩვენ გავარკვევთ რაღაცები გიწერიათ აქ და წავიკითხებ თქვენს ანკეტას და შემდეგ რაც გინდათ ვძანეთ აკაკი კახაძე, ანუ კაკოია. ნუ ასე იმერეთში კაკოია გადამარქენ, რომ იმერული ხა რა კუთხური წესი. განათლება შაფიორ პროფესიონალი. ნუ აქ ჯეისონს და თემი უნდა გადამზიდი ყავს ქართველი გადამზიდი. კატეგორია სპეციალურად არ ჩავწეს. საყვარელი ცხოველი თეთრი ცხენი. შავი არა. შავმა რა დაგიშავათ? რა და თეთრი ცხენზე არის ლექსი. შავმა წიხლი იცის. ჭავზე მისოთათე. იდეალი ხალი კაცი, შენ წაიკითხე. თათია სულაშვილი და ნიკა არაბიძე. იცოდათ, ეხლა ჩვენ რო ვიყავით. აი მე ერთი ოღონდ გურცფელი გულით ვიტყვი. იმიტომ კი არა რომ რადგან მევედი და გავიგე რომ თქვენ იყავით აქ. მე ეს მქონდა ჩაფიქრებული დეღანია, რადგან ასტიანი მაყურებელი ვარ. ასტიანი. გაიხარეთ, გენაცვალეთ. როგორ ჩემი ძმა და გენაცვალეთ, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. წარმატებები მინდა გისურვოთ. ჩვენ მე მგონი მოვrchit ხო? მოვrchit მე მგონი კი. კი ბატონო, ახლა ხუმრობების გარეშე. კი ბატონო, რაც გინდა ბრძანეთ. ჩემი ყოფილი სოფლის ხალხს მივესალმო. და უსურვო სულ ყველაფერი კარგი. და სადაც ცხოვრობ ახლა? ცხოვრობდი წარმოშობით ვარ ხუროს რაიონიდან, სოფელი ტაბახმელა. ჩემი სოფელი ტაბახმელას ვენაცვალეს უჭი და გუჭი. მე ორი ბიჭი მყავს. ამ ორიდან ერთმა დამილოცა გზა, ნუ ცოლშვილიანები არიან ორი, რა თქმა უნდა არ ძლება წარმატებები ყველაფერი, მაგრამ მეორემ დამწყევდა. თუ წახვიდეო და ქიციტირა რომ არ წახვიდეო. მორიდებულია. ერთი უმცროსი იგია რა დამილოცა გზა. უფროსმა დამწყევდა. ნახოთ რომელი გამართა. მე ერთი წუთი ახლა რომელმა გითხეში უფროსმა დამწყევლა თუ წახვიდეო. რატომ ითხეს? სად არის კამერა და ვიზაველაპარაკო? როგორ შეიძლება ასეთ? ხო, რა თქვა, იუმორი მიყვარს. ცხოვრებაში მოვიარე წუთების გარეშეა. რა თქმა უნდა. მოვიარე დავამთავრე რა არის სასაცილო კაცო დამწყევლა და გავსკრი. საშუალო სკოლა. დავამთავრე ფეზეოზეცა კი იქინე რა სამარა იმას არ ვამბობ. კასტინგი გევიარე და ჭვაზე არიგებული ვარ. ფეზეო გევიარე ასლანაბაში ძიზროს. გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური. როცა ვაჟკაცის წესია ეს. რაც ღმერთს გავხარდებოდა რაც მშობლებს გავხარდებოდა, მიკეთებია ჩემ ცხოვრებაში 52 წლის განმავლობაში და რატო არ უნდა წამოვიდე მე რუსთავი 2-ის ეთერში ჩემს დედაქალაქში. კი ბატონო, გენაცვალეთ. უნდა წამოსულიყავით და მომბრძანდით. გეხუთუნა სუჩის, მე ვარ ქართველი. გაიხარეთ, გენაცვალეთ? წარმატებები გვინდა გისურვოთ. ძალიან ბევრი ბალენშიკები მყავს ყველა კუთხიდან. მე დარეკილია ყველაფერი, ერთი თვია ჩაფიქრებული მაგ ეს საკითხი, რომ უნდა წამოვიდე აქ. გენაცვალე, წარმატებები. ჩემი ჯარი სამხანაგებს კიდევ მიმართავ, რომლებმაც ნომერი არიციან და დამიკავ დანარჩეს მე მოაგვარი ყველაფერი, გააჩუქეთ, გეხმეწები. ძალიან გთხოვ, როგორ ფული არ გადამახდებიო თამაში. 514 გააჩუქეთ რა, გეხმეწებით რა. გთხოვ. პისია დევიდ 0303. ეხლა მარტო ჯარი სამხარაგებმა ჩაიწერეთ ქალები და ისინი ჩაიწერეთ. თანაკლასელებმა კიდო. ნათესავებმა რომლებმაც არიციან. ყველა. ვინმე თუ გვეძე? რატო არ მომსულიყავ მე რუსთავი 2-ის ეთერში? მომძანდი ბატონო, ნუბეჭკუბებით. მომძანდი. რა უშუალოდ ჩემთვის ახლა ჩავა. მაგრამ ის იმაში მინდა რომ ჩავა, წუთებში მინდა რომ. უჩებოთ არ უთხარაფერი მე ჩამოვალ და ერთად დაველაპარაკე. ბატონო აკაკი, ჩავთოდრო. ბატონო აკაკი, აი ესეთი კიდე გაქვთ რამე მოსაყოვი. ავი ერთი დავჩაკიდო. აბა მიდი. აბა აი მე გაზეთის მაქვს წამოღებული, მაგრამ ეს გაზეთი ჯერ არ მინდა გიჩვენო. აქ არ წაიკითხო. რატომ ის არ წაკითხო არა? просто ვაჩვენო, ვაჩუქო, იმიტომ რომ არის მაცნე, სამტრედიის მაცნე, რომელშიც ვარ. მე კორესპონდენტი იყო მოსული ჩემთან თუ რა ქვია ჟურნალისტი.
და გადაიღო მთელი ამბავი. რაღაცა ძალიან დიდი გაჭირვებიდან ვარ მე გამოსული, ეროზიების ბაზაში ვარ მოხვედრილი. ერთი ის რომ კახი კალაძეს მე მივაწოდე წერილი, ჩაიდო ჯიბეში 2 წლის წინ, რომელიც იყო გამოსულა, იყო იქ არჩევნების წინა დღეებში. წერილი მეს და პასუხი არ მომწერა. ძალიან წყინს. ველოდები კიდევ მის პასუხს და თუ არ მომწერს გამომიზნავს ჩემი წერილი უკან რა. მეტი არ ვითხოვ არაფერს. რომ ვიტყვი რომ значит სამართალი აღარ ყოფილა საქართველოში. მაგრამ ღმერთ მაგას რომ სამართალი იქნას და ყველაფერი იქნება. კი ბატონო. ბატონო აკა კიდე რამე. დავიწყოთ ბატონო. თუ დავიწყოთ. 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 არა ჯერ არ ჩართო. აბა. ზად ვართ? წესები ხო გვახსოვს, რაც თავარია? წესები გვახსოვს. ხელზე რა გიწერიათ? ხელზე რა გიწერიათ? რა გიწერიათ? შპარგალკა? ხელზე შპარგალკა? არაფერია. არაფერი. კარგი, მოვემზადოთ მაშინ. 3 მოიცადე ხა. გაჭირდი. ახე როგორ ელოდება რომ დაიწყო. ჟიურის სახეები ავაწყეთ, დარბაზი დავწნარდით. მოვემზადოთ. 3 2 1 შაუმერახულელოთ! თქვენთვისაც აქანე ჩამოსასვლელი ადგილები ნუ გეშინია, კაცი ჭამიები არ არიან აქ არა. ჩამოდით. აბა! გაგვეცინა. გაეცინათ. არის სიმი ამირო. გაეცინათ. გამეცინა. რატო არ მაცნობე რომ გაიცინე რა დროზე გამშენდებოდი რა სპეციალურად დღეს საჭმელი არ ჭამე რო? ვარჯიშობ სახში და დაჭამზე რომ ვარჯიში არ გამიშვა მუცელი არც ისეთი მსუფალი არა ვარ მაგრამ ანუ სულ ცეკვავთ. კიდე კაი. ვარჯიშობდი აქ სამოსასვლელად რომ კიდე კაი, ბატონო, რაჭამი და კაი ენერგიაზე ვარ ახარტო რა. აქ მოხდებოდა ხარდა. ვაიმე კარგია, ბატონო აკაკი, გაეცინათ. 50 ლარი გააქვთ. ვაგრძელებთ თამაშს. ხო კაი ნახ შეიძლება ჩავთ. კი მე ბოდიში 3 2 დიდი თხოვნები 1 აბა მეზობლიდან გადმოვდივარ ნასვამ მდგომარეობაში და მეუღლეც მახლავს ვერძე რა ჩემი სახლიც არის მიახლოებით 150 მეტრო და თვარიანი ღამეა საღამოს გადმოვდივარ და მოვდივარ სახში მეუღლე მახლავს და მომყვება და ტურების კივილია მე ვთქვი ჩემი ფიქრა უცბად რომ ახლა ამას გევეხუმრები ჩემ მეუღლეს მეთქი და ამ ტურებს რაღაცა ჯოხი ევიღე და ტურებს ვდევ და ამ ცოლბაც არ მიმატობა და მომყვება ახლა და მივდივარ და მომყვება და ისეთნაირად რაღაცნაირად იმ გურდუს ესე ამივეფარე რომ ამას მიუსწარი რა უკნიდა მაგრამ მან კი ვერ დამინახა ვაი ასე და ამას შამობრუნდა და შაუჭამი ხარ მგელებსაც და ტურებსაცო არა ასესაც ლოგაც გაეცინათ. ჰა გაეცინათ. ხო ვაი თუ არ ჩამიშვენ ახლა სახში რა გაეცინა ნიკოლოზ თუ შეეშინდა. დღეს კაი არ მოხდება აქ. რეალი არ მისარგებლები კარგია. 100 ლარი თქვენია. ვაგრძელებთ თამაშს. ახლა გავაგზავნებ იმ შემთხვევაში თამაშს თუ ჩემგან წინასწარ მე რაზიც უზდელიკაცი არა ვარ ნამდვილად თუ ბოდიშ წინასწარ მოიხდი პროსტად ერთი სიტყვა მაგრამ ისე ნაღდად ნატურში მოხდა ეს ამბავი რა უბანში მოხდა მაგრამ უბანს ისე შეგნებულად არ ვასახელი რაღაცა მოხდა რა და შეიძლება რა მე მგონი კასტინგზე დაშვენ რომ შეიძლება და აა თუ გითხესო შეიძლება მაშინ ხო და არა ბოდიშ ვიხდი იმიტომ რომ კი ბატონო ცოტა უწმაწური სიტყვაა ხო? სიტყვას არც ვიტყვი მე მაგრამ ნუ მით უმეტეს არა მაგრამ მიხვდებით და ანუ ვაგრძელებთ. ანუ ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ? ერთი გავრისკავდა ღმერთია მომხვა ჩავთო? ღმერთს ისე ვთხოვე რომ ღმერთო მომეხმარე მეთქი და ღმერთმა მითხრა რომ გითხრათ. განზრიეო ტვინი ხელი ფეხიო და მოგეხმარები შენთან ვარო და გითხრათ ესე. ნახოთ მე მგონი არ ვიღალათ ჯერ 52 წლის განმავლობაში რაც შეგეძგოთ გააძრიეთ ფეხი და ხელი და. არ თქვია მაგრამ ეს ნათქმამია აისთვის ახ ვერთი რო შეგეწუხები მეზობელისთვის რო გეთქვა ის ზიეთქვა. დაწერილია ეს დაწერილი და წაკითხული მაგრამ კი ბატონო. ახლა ღმერთი რომ არსებობს ამაში ეწვი არ არსებობს და ღმერთმა ყველა ღმერთის ფარველები იყო ღმერთმა დაგვიფაროს ყველა უბედურებისა ჩავთო დრო? ეიცა მაცა
აბა მოემზადეთ. ხო. დავაი. 3 2 მომკლა ნერვი. 1 ხალს ტივოდა საცხა ვიყავი მეზოი მას სტუმრად ვიყავი ტივოდა თურმე წელი ვინც იყო რა ვიცი და შეგნებულად არ ვამ იზილავდა კაფსიკანგის მაზის წელს თურმე ხალ და შემთხვევით მე ბოდიში თითმე ვიხადე თავი და ახლაც ვიხადე შემთხვევით უსასქეს ორგანოზე თურმე ამის შემთხვევით თორა კი არ უნდა დაიქამოს წელი ტივოდა იმას და რაი დაიწყო კიბილი მიშველეთ მოწვევდა ახლა რომ დაიწყოს კიბილს ან მოკდა ვიღაც ან სახლი დაეწყო რაღაცა და მე ვინმე სახლი არ იწვის ვინმე არ ამოკდა რა ხდება ათ გააბაზრო და გალიყვი თუ არა და რავალი გასაბაზრებელია ახლა ეს იყო? რავალი გასაბაზრებელი ასე დამთავრდა მოჩა ისე მაინც გაბაზრდა ამნაირი საქმე არ იმალე და ეხლა კიდე როგორ გაბაზდება ამ გადაცემას არა შეგენებულად არ თქვი არც სოფელი არც უბანი შეგენებულად არ ო, ანუ არ გაბა. რამდენ ლარზე ვარ ასული აი ფული 200 ლარი მაგას გაქვს. გაარკვევენ 200 ლარი თქვენია. ხო წინ 400 ლარია. მე ახლა აღარ მახსოვს ენერგიების საკითხი რამე მოყე თუ რა უკვე აღარ მახსოვს დევიბლენი ნერგებზე არა. არა, ნერგებზე არა. სოფელ დიდი ჯიხაიში მაქვს მიწა აგძელებ თამაში თუ არა არა გავთავრდი საკითხი მაგი მე მოსაკითხი არა ისე თუ მათქმევიებთ წინა ისე თქვი ხო არა, დიდი თქვენ უნდა ჯიხაიში. ეხა უნდა გადავწყვიტოთ ერთი წუთი. ეხა უნდა გადავწყვიტოთ. ან ვაგრძელებთ თამაშს და შესავლატყვებით, ან 200 ლარი ავიღოთ და ისე მოყვეთ ერთი ისტორია თუ გინდათ. კი ბატონო მაშინ რა არის მე მართლა სასაცილო რაღაცები მაქვს მაგრამ პირველად ვარ ახლა მე აგელვებული ვარ გეიგე და რომ წავაგო მართლა სახში დაფერჩევა ეს თუ მეორედ მევიდა ვერ ენახეთ თქვენ მე კი მოვიგებ და კანონიერი თქვა მოსული რამე არ დამიშავებია არაფერი არ დამიშავებია არა, ბატონო, რა ვაგეგე. ხელმოწერების საბუთები ისეთია შედგენილი რომ ვერ ვიქნები ცამდე მართა მე ერთმა სიგეთე მოგცეთ იცოცხლეთ. ეხა გაიგო სეიფი და კუთვნილი 200 ლარი გადავწეთ ადამიანს. ჩვენ ემოციურად მე გადავწეთ ემოციურად გადავწეთ 200 ლარი. ჩვენია ბატონო აკაკი მეორეჯერ რომ მოვალ უეჭველი 1000 ლარზე ვითამაშებ ახლა პირველი იყო ჩემი გამოსვლა დაწმუნებული ვარ ისეთ უმამაყოლებ ისეთ 100 მოყვე მაგრამ მაშინ შევინახავ და 1000 ლარს წაიღებ ერთად და 1000 100-ს ხოჯობია ესე ნაღდი ჯობია ნისიას გაუვარჯოს ბურთაზების აჰა გადაგიგეთა ტექსტი გილოცავ დიდი მადლობა. მადლიერები მენახე აპლოდისმენტები ეგებზე გავაკეთე. მომაგითხრა ფულზე არა საუბარი ოღონდ საქართველოს გაძლიერდი აი ამ და ოღონდ ძლიერი იყო საქართველოს მართლა ჩვენი დაგიდა და ვენახე ნახვა მე თქვენი ხაროდოვდა თემა საქართველოს ხაროდოვდა ვესურა რა მინდა რა ნახვა აგებოდი დაიშვიდობეთ ყველა ერთად კარგად ზარდებოდი